მოგესალმებით. დღეს რეზო ჩხეიძეზე მინდა გესაუბროთ. რეზო ჩხეიძის შრომა და თავდადება, რომ განუზომელია, ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. დაიბადა იგი ქუთაისში 1926 წელს 3 მაისს. ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. საბჭოთა პერიოდში რეჟიმის მიერ იყო დახვრეტილი მისი მამა, ცნობილი მწერალი დავით ჩხეიძე, რომელიც დიაჩიანელის ფსევდონიმით იყო ცნობილი. 1953-1956 წლებში სწავლობდა და მუშაობდა პარალელურად რუსთაველის სახელმწიფო თეატრში. 1953 წელს დაამთავრა საქართველოს საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად. მან გადაიღო ფილმები ჩვენი სასახლე. ეს კინო დოკუმენტალური კადრები იყო, რომელიც დღემდე კინომატიანის შემორჩა. მაგდანას ლურჯა გადაიღეს ერთად, რომელმაც კანის ფესტივალზე დიდი აღიარება დაიმსახურა და პრემია მიიღო ოქროს რტო. ასევე პრემია აიღო მან ედინბურგის მეათე საერთაშორისო კინოფესტივალზე. როდესაც გადაიღო ფილმი ჩვენი ეზო, ამ ფილმმა ოქროს მედალი და პრემია აიღო მოსკოვის ახალგაზრდობის მე-6 მსოფლიო კინოფესტივალზე. გადაღებული აქვს არაჩვეულებრივი ფილმები: მაია წყნეთელი, განძი, ზღვის ბილიკი, ჯარისკაცის მამა, ღიმილის ბიჭები, ნერგები, მშობლიურო ჩემო მიწა. სხვადასხვა პრემიები აქვს ამ ფილმებს მიღებული. იგი იყო დეპუტატიც კინემატოგრაფიული კავშირის შეკრებებზე ძალიან ხშირად ჯილდოვდებოდა ორდენებითა და მედლებით. 1974 წლიდან რუსთაველის სახალხო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი გახდა იგი. ძალიან ღირსეული პედაგოგი იყო, იგი ცდილობდა ყოველთვის ახალგაზრდა ღირსეული, ნიჭიერი თანამედროვე ახალგაზრდობა შემოეკრიბა გარშემო. 1973-2005 წლებში კინოსტუდია ქართული ფილმის დირექტორი გახდა. მისი პრინციპულობა, სიმკაცრე, ცნობილი იყო საქმისადმი ერთგულება, თავდაუზოგავი შრომა და ეს ბავშვობიდან მოჰყვებოდა, იმიტომ რომ ეს ტრაგიკული ფურცელი მისი ბავშვობის არასოდეს წაშლილა მისი მეხსიერებიდან. რეზო ჩხეიძე იხსენებს, რომ მეორე დღეს დედამ სამივე შვილი სკოლაში გაუშვა, როდესაც მამა წინა დღეს წაიყვანეს და დააპატიმრეს. აქ ახალგაზრდა ქალბატონი დახვდა სკოლაში დირექტორი თამარ დახუნდარიძე, რომელმაც გულში ჩაიკრა, მიეფერა იგი, დაამშვიდა და უთხრა, მთავარია შენ ისწავლო, გამოავლინო შენი ნიჭი და ყველანაირად დაგეხმარებიო. და წლების შემდეგ უკვე მოხუცი რეზო ჩხეიძე, ასაკში მყოფი რეზო ჩხეიძე წავიდა თავისი დირექტორის საფლავზე და
ძალიან დიდი პატივისცემით და რუდუნებით დადგა იქ და გაიხსენა სწორედ ის ბავშვობის წლები, როდესაც მის დაბადებას და გარდაცვალებას შეხედა თარიღებს, აი იქ ნახა მან, რომ თურმე სრულიად ახალგაზრდა, თითქმის ბავშვი ყოფილა, თვითონაც, როდესაც ამხელა რისკზე წავიდა, გულში ჩაიკრა ეგრეთ წოდებული მოღალატის შვილი და უანგაროდ დაუდგა გვერდში მასა და მის ოჯახს. დედა იხსენებს, რომ ძალიან ენერგიული ცელქი იყო, თავისებური იყო, ცოტა უზნეოცო და ამის შემდეგ იცინოდა ხოლმე, რომ დედამ შემარცხვინა, ძალიან უყვარდა, დედა დიდ პატივს სცემდა, რადგან უამრავი სიძნელე გადაიარა, რომ შვილები კარგ გზაზე დაეყენებინა და ყველაფერი გაეღო მათთვის. და როდესაც უკვე იგი კინემატოგრაფიაშია და როდესაც უკვე ფილმის დირექტორიც არის თენგიზ აბულაძესთან ერთად, რომ გადაიღოს ფილმი, საჭირო იყო ძალიან ნებართვა და ეზინშტეინს უგზავნის იგი წერილს და ეუბნება ამ წერილში, ეუბნება, რომ ორი საუკეთესო რეჟისორი იღებს ფილმს და აი ამ ფილმს რომ განხორციელება ეწეროს საჭიროა მისი დადებითი პასუხი და იქიდანაც მოდის ძალიან თბილი პასუხი და თანადგომა და აი სწორედ ამის შემდეგ იღებს მაგდანას ლურჯა კანის ფესტივალზე აი დიდ ჯილდოს და ახალი ხელწერა შემოიტანა სრულიად ქართულ კინემატოგრაფიაში. ახალი სულით ჩანერგა, ახალი ხასიათები გამოძერწა. ეს ნოვატორული ინიციატივა სხვა რეჟისორებმაც აიღეს მისგან. ხათუნა ჩხეიძე ხელოვნებაცოდნე იხსენებს, რომ მისთვის ყველა ფილმი, ყველა სცენა იყო ძალზე საყვარელი, მაგრამ ყველაზე საყვარელი ფილმი ყოფილა ჩვენი ეზო. სადაც მამაშვილური სიყვარულით უდგებოდა ყველა მოთამაშე იმას მსახიობს ახალგაზრდა თაობას და ჩვენ ვიცით, რომ არაჩვეულებრივი თაობა თამაშობდა. იქ არაჩვეულებრივი მსახიობები, გოჩა აბაშიძე გნებავთ, ლეილა აბაშიძე გნებავთ, სესილია თაყაიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, გიორგი შენგელაია, აკაკი კვანტალიანი, დუდუ ხანა წეროძე, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ და აი აქედან გამომდინარე ძალიან უყვარდა ეს ფილმი, შვილობილივით ჰყავდა და ნანი ჩიქვინიძე იხსენებს, რომ მასთან თამაში ერთი დიდი ბედნიერება იყო, აი ხელდასხმულივით ყავდით, ჩვენ ისე გვეფერებოდა, ისე გველაციცებოდა და ისე ზუსტად გვაწვდიდა თავის სათქმელს თუ რა უნდა შეგვესრულებინა და გაგვეკეთებინაო. მსახიობი ჯანო იზორია იხსენებს, რომ თითქოს ოლიმპოს მწვერვალზე იჯდა, იქიდან თავისი დიდი უბრალოებით უყურებდა ყველას და ანციფრებდა სადიპლომო სამუშაოზე გაუყოლებია თან და თავისი თვალით უნახავს მისი შემოქმედებითი პროცესი თუ როგორ მუშაობდა რეზო ჩხეიძე. მერაბ თავაძე რეჟისორი ასეთ მოგონებას გვიამბობს, რომ ბაქოში იყვნენ გადაღებაზე წასულები, წყალში ცურავდნენ ახალგაზრდა ბიჭები და აგვიანდა რეზო ჩხეიძეს მოსვლა. დაიღალნენ და თავაძე, მერაბ თავაძე ეს გამოუჩენია ინიციატივა, რომ ბიჭებისთვის საკვები მოეტანა და როდესაც რეზოს უკითხავს თუ სად იყო, ძალიან გაბრაზებულა.
და შემდგომ დიდი ხნის განმავლობაში პირადად აღარ ესაუბრებოდა, მას ესაუბრებოდა ასისტენტის მეშვეობით, რომ აი ასე უთხარით, რომ ეს ამ სცენაში ასე მოიქცეს, ასე გააკეთოს და ეს დიდხანს გახყოლია. როდესაც დაიდგა დონ კიხოტი არაჩვეულებრივად გადმოსამათი სახეები და კახიკავსაძე იხსენებს. ერთდროულად შეიძლება ყოფილიყო იგი მობიერი ბავშვი, თბილი, ტკბილი, რბილი და ამავე დროს მრისხანე და დაუნდობელი. ეს იგი არ იყო ხელოვნური, ის რასაც გრძნობდა, ის ყველაფერი გარეთ გამოჰქონდა. და ძალიან მტკივნეული იყო მისთვის ომის თემა. ოლიკო ჟღენტი კინომცოდნე იხსენებს, რომ სულიკო ჟღენტი და რეზო ჩხეიძე ერთად მუშაობდნენ ჯარისკაცის მამაზე და როდესაც მე ვისაუბრე ჩვენი უდიდესი მსახიობის შესახებ ჯარისკაცის მამის მთავარი როლის შემსრულებელზე, ისიც აღნიშნე სერგო ზაქარიაძე იყო უბადლო ბრწყინვალე შემსრულებელი და ისიც აღნიშნე თუ როგორი მტრული დამოკიდებულება იყო მისი ნიჭის მიმართ, ძალიან არ უნდოდათ რომ მას ეთამაშა ეს როლი. ბევრი ინტრიგა იყო, ძალიან ბევრი რამე დაბლოკეს, გააჩერეს და დიდი ძალისხმევა დასჭირდა რეზო ჩხეიძეს, რომ ყველაფერი ისე გაკეთებულიყო, როგორც საჭირო იყო, სცენების რაღაცა გადახალისება შეცვლაც მოუწიათ, რაღაცა ეშმაკობებსაც მიმართავდნენ, რომ საკავშირო მასშტაბით აღიარება მოეპოვებინა ფილმს და თან იქიდან უნდა მოსულიყო დასტური და დიდი წვალების შედეგად ამას რეზო ჩხეიძემ მაინც მიაღწია და შემდგომ ჯარისკაცის მამა მოახდინა ერთგვარი გადატრიალება, ფურორი, რომელიც დღემდე საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების და მთლიანად ყველას საყვარელი ფილმია თავის პერსონაჟთან ერთად. ძალიან ხშირად იხსენებს ყველა რეჟისორი, ყველა მისი მეგობარი, რომ ის იყო ძალიან ეროვნული ადამიანი, დიდი მეგობარი, ძალისხმევას არ იშურებდა. ეროვნული ბალანსი მისთვის ყველაზე მთავარი იყო, სხვადასხვა ჩვენი ტელევიზიაც, ქართული ტელევიზიაც, მისი დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად არის დაარსებული მერაბ ბერძენიშვილთან ერთად და თემურ ბაბლუანი იხსენებს, რომ იმდენად ეროვნული იყო, რომ აი ამ იდეალებს არასდროს არ უხვევდა, როგორი რთული ეკლიანი გზაც არ უნდა გაევლო მას. ყველას ეხმარებოდა განურჩეულად ნიჭიერების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტკივილი მიიღო ზურგში מחვილის ჩაცემა ასეთ ნიჭიერებასთან და ასეთ ადამიანთან, ძალიან ხშირი იყო, მაგრამ თუ კი ნიჭს შეატყობდა ადამიანს, თუ კი დაუღალავს შრომას შეატყობდა, ყველაფერს გვერდზე გადადებდა ხოლმე იმ გულის ტკივილს ყველა და დიდ აღმაფრენას გამოავლენდა ხოლმე და დიდ აღტაცებას მათი ნამუშევრების მიმართ. რეფორმატორი იყო, ყველაფერს აკეთებდა, რომ ქართული კინო არ მომკვდარიყო და ნანა ჯორჯაძე იხსენებს, რომ მან გახსნა პირველად ტელეფილმების სტუდია, რამაც შემდგომ მთელი ტელეფილმების ახალი ტალღა წარმოშვა, ახალი ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა წამოვიდა რეჟისორებისა, ასევე რეზო ჩხეიძემ გახსნა კინომსახიობთა თეატრი და მისი ხელმძღვანელობა ჩააბარა მიხეილ თუმანიშვილს, აი ესეთი დიდი გამორჩეული და თანუბრალო ადამიანი იყო.
ერთ-ერთი რეჟისორი ანა საშვილი იხსენებს, რომ მუშაობის დროს გამაფრთხილეს, რომ იგი საკმაოდ მკაცრი იყო და დიდი მორიდება მქონდა, მაგრამ ეს სიმკაცრე არ იყო ის სიმკაცრე, რომ ვინმესთვის ეუხეშა, ეს იყო საქმისადმი პრინციპული დამოკიდებულება და სიყვარულიო. ძალიან ხშირი იყო, რომ მოსკოვიდან იგზავნებოდა ფირები და ფირი რომ დააკლდებოდა ხოლმე რომელიმე რეჟისორს, მასთან შედიოდნენ სათხოვნელად, იგი აუცილებლად დაეხმარებოდა ხოლმე მათ და წერილზე აგზავნიდა და სამთავრობო ტელეფონით რეკავდა, რომ მოეგვარებინა ამ ფირების საქმე, არავის არ ეუბნებოდა უარს. ნანა ჭელიძეს, რომელმაც იმერული ესკიზები დადგა თავიდან, სხვა თამაშობდა მის როლს, მთავარ როლს თვითონ რეჟისორი ასრულებს, აი სწორედ რეზო ჩხეიძის რჩევა გაითვალისწინა და ძალიან მოუხდა ფილმს და მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა, როდესაც რეზო მას უთხრა, რომ ჯობია თვითონ შენ ითამაშო შენივე ფილმში მთავარი როლიო. შექმნა კინოინსტიტუტი. კინოინსტიტუტი საქართველოში ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა, როდესაც მხოლოდ 3 ქვეყანაში იყო საბჭოთა კავშირში, ეს იყო მოსკოვში, ლენინგრადში და კიევში და მეოთხე საქართველოში დაარსდა და ძალიან ეხმარებოდა ისეთ რეჟისორებს, როგორც იყო სერგო ფარაჯანოვი, ოთარ იოსელიანი, მათ ძალიან ხშირად ეუბნებოდნენ თურმე უარს, იმიტომ რომ თავისებური მიდგომა და ხელწერა ჰქონდა და გზა გაუხსნა, თავისუფლება მისცა შემოქმედებითი და ამას ისინი მას ძალზე უმადლოდნენ. 2015 წელს გარდაიცვალა ბატონი რეზო, მის შემოქმედებაზე, მის განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე ჩვენ უამრავი რამ შეგვიძლია ვისაუბროთ კიდევ და ვილაპარაკოთ, მაგრამ აი ეს იყო მოკლედ, რაც შეიძლებოდა იმ დროში რა ფორმატიც გვაქვს მოცემული, მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.